სულიერი განვითარება. რა არის, ვისთვის არის, ვისთვის არ არის. ვის ჭირდება, ვის არ ჭირდება და ზოგადი ესეთი ფლოუში მიმოხილვა მექნება ამ საკითხს. იმიტომ რომ წინა პოდკასტი იდო ამ თემაზე და ძალიან ბევრი გამოხმაურება მიიღო იმ ეპიზოდმა და ასევე რა თქმა უნდა ჩემს ყველანაირ სოციალურ ქსელს სწორედ ისეთი ადამიანები უყურებენ, ვინც ამითი დაინტერესებულია და ალბათ ყველა ადამიანი, ვინც შემოკრებილი ხართ და გამოწერილი გაქვთ ჩემი რომელიმე არხი, პირველ რიგში უდიდესი მადლობა და ვარაუდობ, რომ ამ თემის გარშემო ხართ შეკრებილები, ხო, იმიტომ რომ ძირითადად ყველაფერს ვაზიარებ ამ თემის გარშემო. ხო და დღეს ვეცდები, რომ ძალიან დაალაგებულად და როგორც ყოველთვის ძალიან მარტივად დავხსნა საკვანძო მომენტები, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიაზროთ თქვენი სულიერი გზა. იმიტომ რომ ყველა ალბათ არ გინდათ ან არ გადიხართ პირად კონსულტაციებს და შეიძლება რომ ესეთი ზოგადი ინფორმაცია ძალიან დაგეხმაროთ, იმიტომ რომ საერთოდ ჯამში ყველა ერთ და იგივე გზას გავდივართ ამ სულიერ გზაზე, რა თქმა უნდა, რაღაც დეკორაციები განსხვავდება, პერსონაჟები იცვლებიან და დროში შეიძლება სხვადასხვანაირად არის, მაგრამ საერთოდ ჯამში ერთი გზა არის აბსოლუტურად და ამ გზას გავდივართ ყველა. ამიტომ ასეთ ზოგად მიმოხილვაში შეიძლება ძალიან გეცნოთ საკუთარი თავი და ის ყველაფერი, რაც თავს ჯერ აქამდე გადაგხდათ. ასევე Instagram-ზე შინაურულ ჩატში დავდე გამოკითხვა, თუ რა გაინტერესებთ თქო ამ თემასთან დაკავშირებით და იქ დასმულ საინტერესო კითხვებსაც განვიხილავ ამ ეპიზოდში. დავიწყოთ სულ თავიდან. საერთოდ რა არის სულიერი გზა და ეს ტერმინები მოდი დავალაგოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი კომენტარი სხვა შორის სწორედ ეს იყო, რომ იმდენ ინფორმაცია არისო, რომ აღარ ვიცი რომელს დაუჯერო და რომელს გავყოვო და ძირითადად ტერმინებში განსხვავდება და ხედვებში განსხვავდება, თუმცა ინფორმაცია ყველა სულიერ გურუს სულიერებასთან დაკავშირებით ერთ და იგივე, უბრალოდ ზოგს რომელი ენა უფრო გვესმის და ზოგს რომელი ენა უფრო გვესმის. და ტერმინებიც სხვადასხვა გურუები, სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა სახელებით მოიხსენებენ რაღაცა პროცესებს, მაგრამ მოკლედ დღეს მაგ ყველაფერში გავარკვევთ. მე პირველი განვიხილოთ ის, საერთოდ რისთვის არის საჭირო სულიერი განვითარება და საერთოდ რა ხდება ამ დროს, ანუ რაში გვჭირდება საერთოდ ეს და ვის გვჭირდება და ვის არა. ასევე ძალიან მარტივ ენაზე რომ ავხსნა, ჩვენ ყველა ვართ ღმერთის ნაწილები, ხო? და ეს გამოთქმაც არასწორი არის, იმიტომ რომ პირდაპირ მშრალობით ღმერთები ვართ, უბრალოდ გამოყოფილი და ეს გამოყოფაც ესე არ უნდა გავიგოთ, რომ გამოვიყავი და ეხლა ცალკე ვარ, ესე არ ხდება, ანუ გამოყოფა ხდება რაღაცა დონეზე, მე იქედან კიდე გამოყოფა და საერთოდ ჯამში ესე მატერიაში ჩამოსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქაც არ ვართ, ანუ ღმერთის ნაწილი არ ვართ, ანუ მთლიანად კი არ ჩამოდის ნაწილაკი მატერიაში, არამედ უბრალოდ მისი რაღაცა ენერგია გამოიყოფა, რომელიც იწყებს მერე უხეშ მატერიებში ჩამოსვლას, თორე საწყის მდგომარეობაში ჩვენ ასევე ვართ ღმერთის ნაწილი და იმ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, იმის შემდეგ ჩამოშლაშიც ვიმყოფებით, იმის შემდეგშიც და მატერიაშიც და მოკლედ ყველგან ერთდროულად ვიმყოფებით, ხო? მაგრამ ამაზე ხარ განვორცობ, ვიცი რომ ეს თემა ძალიან ბევრს აბნევს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეხლა ამის ახსნა უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, რომ თვითონ ტერმინოლოგიურად რო ვიყენებ ფრაზას, რომ ჩვენ ჩამოვდივართ მატერიალურ სამყაროში და მე უკან უნდა ავიდეთ, იმას არ გულისხმობ, რომ ანუ პირდაპირ მშრალობით ვინმე საიდანმე ჩამოსულია და ის ღმერთის ნაწილი ინკარნირებულია. არა, ესე არ არის. ის სრულქმნილია, ის მთლიანია, მთლიანობაში ვართ ღმერთთან ერთად, სადაც ვართ პირველ საწყისში და შემდეგ არის ჩვენი ნაწილები ნელ-ნელა ესე ჩამოსული მატერიაში და უფრო მყარ რეალობებში. მაგრამ იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს და უფრო მარტივად ავხსნა, რა თქმა უნდა გამოვიყენო ტერმინი, როგორც არის მყარ მატერიაში ჩამოსვლა და შემდეგ უკან ასვლა. ხო და რა ხდება? გამომდინარე იქიდან, რომ ღმერთის მდგომარეობაში როცა ვართ და იმ აბსოლუტურ საწყისში ვართ, ამ საწყისში არ არის არანაირი საერთოდ მოძრაობა, საერთოდ არანაირი განვითარება არ არის. და აქედან გამომდინარე ჩნდება იმპულსი, რომ რაღაცა მოძრაობა მოხდეს სამყაროში. და ამ მოძრაობით რაღაცის შემეცნება მოხდეს. აი მაგალითად წარმოიდგინეთ, ხართ უბრალოდ ავტობუსში ან მანქანაში, არ აქვს მნიშვნელობა და დგას ეს ავტობუსი არასად არ მიდის, ხო? და
მიმოიხედეთ გარშემო, შეიმეცნეთ ყველაფერი და მეტი არაფერი არ ხდება, დამთავრდა. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ სადღაც მიემგზავრებით და უამრავი ხედები ცვლება, უამრავ ადგილებს ხედავთ, ლამაზ ხეებს ათვალიერებთ, შენობებს ათვალიერებთ, იქ ავტობუსში რაღაც ვინმეს ესაუბრებით და მოკლედ თავგადასავალში მიდიხართ, ხო? შესაბამისად, ანუ ინტერესი არის უბრალოდ შემეცნება, დათვალიერება და თავგადასავალი. და აქედან გამომდინარე, სულები გამოეყოფიან ღმერთს, ისევ და ისევ ეს არასწორი დებულება არის, პირდაპირ მნიშვნელობით არ გავიგოთ, მაგრამ ნუ უკვე აუხსანი, რას გულისხმობ ამ ტერმინებში. გამოეყოფიან მოკლედ ამ საწყის და მოვდივართ სხვადასხვა სამყაროებში ინკარნირებისთვის, ხო? და აბსოლუტურად ყველა ნაწილაკს, ამ ღმერთის ნაწილაკს აქვს სხვადასხვა ინტერესები სამყაროში, ხო? აი როგორც ახლა რო ავიღოთ ორი მოგზაური ადამიანი, ერთ შეიძლება აინტერესებდეს აზია, მეორეს ევროპა და სრულიად სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობდნენ, ხო? ან ავიღოთ იგივე კულინარები, ვიღაცას ისეთ სამზარეულო მოწონს, ვიღაცას ისეთი აინტერესებს, ანუ აბსოლუტურად ყველას გვაქვს სხვადასხვა ინტერესები და სულს აქვს სხვადასხვა мотиваცია თუ რისთვის მოდის ის დედამიწაზე. და ზოგადად არ მარტო დედამიწაზე, ანუ მყარ მატერიალურ სამყაროებში. და სულიერი გამოღვიძება არის, როდესაც ადამიანი მოდის მატერიალურ სამყაროში და მას ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ახსენდება რეალურად ვინ არის და საიდან არის. ანუ მარტივად რომ თქვა, ახსენდება ღმერთი, ახსენდება რომ ის არის მისი ნაწილი, ან იგივე ღმერთი და ის რომ ის ისევ უკან უნდა დაუბრუნდეს ამ ღმერთს. და მან იწყება ადამიანის სულიერი გამოღვიძება. ანუ რეალურად სულიერი გამოღვიძება ტერმინი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს გაახსენდა, რომ მისი ფიზიკური სხეულისა და ფიზიკური თავგადასავლების გარდა კიდევ არსებობს სული, რომელიც რეალურად ეგ არის, ხო? სული არის ღმერთის ნაწილაკი და ისევ იქ უნდა დაბრუნება. და სულიერი გამოღვიძების შემდეგ უკვე ადამიანი იწყებს სულიერ გზას, ანუ სულიერ ან პრაქტიკებს, ან მოგზაურობას, ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ესე არ გაიგოთ, რომ სულიერი განვითარება მარტო პრაქტიკები არ არის, უბრალოდ პრაქტიკები არის უფრო დაჩქარებული გზა. და იმისთვის რომ კარგი პრაქტიკამდე მივიდეს ადამიანი, მაგასაც წყალობა ჭირდება ცხოვრებაში და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ესე იგი სხვა ცხოვრებებში უკვე ბევრჯერ გამოუღვიძე და ბევრჯერ უვლია ამ გზისკენ და რაღაცა ცხოვრებაში შეიძლება უკვე ვიღაცა მართლა სწორ მასწავლებელს შეხვდეს და განაგრძოს თავისი გზა და დაასრულოს ღმერთისკენ სვლა. რეალურად ეს ტერმინი სულიერი განვითარება, ანუ არ ნიშნავს, ან ცოტა ცუდად არის ეს სიტყვები ჩემი აზრით დალაგებული და საერთოდ თანხმებული ამ იდეასთან, იმიტომ რომ სულიერი განვითარება არ ნიშნავს სულის განვითარებას, ანუ ნიშნავს სულის გახსენებას და ნიშნავს ჩვენი ფიზიკური სხეულის, ანუ ჩვენი ბიორობოტის იმ დონეზე გაწვრთნას, ემოციურად, მენტალურად, ფიზიკურად და ასე შემდეგ, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ჩვენივე სულით დავიტიოთ ჩვენ თავში. ანუ ჩვენი მენტალობით, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენი ენერგეტიკით უნდა გავიზარდოთ ჩვენი higher self-ის მდგომარეობებამდე. მრავლობით შემტოვებ, რომ higher self-ი ერთი კონკრეტული ვიღაც არ არის. ანუ higher self-ი არის ყველა ის ჩვენი მაღლა მდგომი, ჩვენივე მდგომარეობა, რომელიც ფიზიკურ სხეულზე მაღლა დგას. თავში როგორც ავხსანი, ღმერთისგან გამოყოფა არ ხდება, უბრალოდ რაღაც ნაწილაკები, ესე ჩამოდიან ქვევით და აბსოლუტურად ყველა ამ წერტილში, რომელშიც ჩამოსული არის ეს ჩვენი ღმერთის ნაწილაკი, ის ყველა წერტილში ერთდროულად არსებობს. შესაბამისად, higher self-ი არის მაგალითად ჩემი ადამიანური მდგომარეობიდან აღიქმება ჩემზე ერთი საფეხურით ზემდგომი ენერგეტიკული მდგომარეობაც, იმისევითაც და საბოლოო ჯამში ღმერთიც, ხო? თუ იმაზე მაღლა ვარ და მატერიაში არ ვარ, მაშინ higher self-ი არის კიდე იმაზე უფრო მაღლა. ანუ ეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის, თორე ამ თემაში ახლა მნიშვნელოვანი არ არის, რაზეც ვსაუბრობ. და მოკლედ ადამიანი იწყებს მატერიალურ სამყაროში თავისი ცნობიერების, ენერგეტიკის, ფსიქიკის და მოკლედ ყველაფრის გაფართოებას, რომ მან ფიზიკურ მატერიალურ ბიორობოტში დაიტიოს თავისი higher მდგომარეობები. ნუ რამდენადაც შესაძლებელია, ხო? ზოგ ადამიანს ერთი ნაბიჯით ზევით გამოუვა, ზოგს უფრო ზევით გამოუვა, ზოგს გასხივოსნებაც გამოუვა და პირდაპირ ღმერთის მდგომარეობაში გააცნობიერებს თავს ოღონდ მატერიალურ სხეულში, ხო? ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, ადამიანი რამდენი ხანი ამაზე მუშაობს, რა ტექნიკებით მუშაობს და ზოგადად რა გზა აქვს გავლილი.
საერთოდ ჯამში ყველა გამოღვიძებული სული მიდის მაქამდე, რომ როდესაც იხსენებ, რომ შენ ხარ ღმერთის ნაწილი, რა თქმა უნდა, მატერიაში ცხოვრება ხდება სისულელედ და ყველა გამოღვიძებულ ადამიანს პირველი უჩნდება პროტესტი, რომ აქ რა მინდოდა. და მერე იწყებენ ამის გარკვევას, ჯერ პირველ რიგში არის ხოლმე ძალიან დიდი აღმაფრენა, როცა ადამიანი გაიგებს, რომ თურმე მთელი ცხოვრება რომ რაღაცა ცუდად გრძნობდა დედამიწაზე თავს და არ ეწერებოდა ხალხში და სოციუმში და კულტურაში და იმაში და ამაში და უცებ იგებს, რომ არსებობს სული, ის არ არის მხოლოდ მატერია და თურმე შეუძლია სულიერად განვითარდეს და საერთოდ დატოვოს დედამიწისეული და ზოგადად მატერიალური ინკარნაციები და ნუ ამით არის ძალიან აღფრთოვანებული. თუმცა მერე მოდის პირველი ნაკადი შეფერხებებისა, იმიტომ რომ ეს საქმე ასეთი ადვილიც არ არის ხოლმე. მაგრამ ადამიანები ზოგადად სხვაგან ეძებენ ხოლმე შეცდომებს და არა იქ, სადაც რეალურად დასამუშავებელი, ამას უკვე წლებია ვაკვირდები, რომ როდესაც ადამიანი მოკლედ იწყებს ამ სულიერ განვითარებას, ზოგჯერ იწყებენ სულიერ პრაქტიკებს, ან იწყებენ ზოგადად უფრო სულიერ ცხოვრებას, ხო? სულიერი ცხოვრება გულისხმობს იმას, რომ უფრო ჯანსაღად ცხოვრობ, მაგალითად არ მოიხმარ ზედმეტ ნაწარმს, იგივე არ კლავ არავის და ასე ვთქვათ, კეთილსინდისერი და ლმობიერი ხარ ზოგადად სამყაროს მიერ, მერე მოდის უპირობო სიყვარული, ნუ ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ჩელენჯი ამ გზაზე, იმიტომ რომ ის მატერიალური ცხოვრება, რომელშიც ვიმყოფებით და ზოგადად ასეთი მატერიალური სამყაროები არის რა თქმა უნდა ილუზიები, ხო ეს ყველაფერი არის ილუზორული. წარმოიდგინეთ, აი ვიდეო თამაში რო იყოთ, სადაც იმდანაც ჩაერთო თქვენი გონება, რომ რაღაც მომენტში და გავიწყდათ, რომ რეალურ ცხოვრებაში სხვა ხართ, სხვა ადამიანი ხართ და მთლიანად გაიგივებული გაქვთ თქვენი თავი, თქვენი ავატართან, ხო? თუმცა რეალური ცხოვრების შემთხვევაში ბევრად რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ამ მატრიცაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ფიზიკურ სამყაროში, ყველაფერი ძალიან რეალურია, შეგრძნების დონეზე იმდენად რეალურია, რომ ძალიან რთულია აი ამ ილუზიებიდან გამოსვლა. თან ამ მატერიალურ სამყაროს გააჩნია ეგეთი რაღაცა, რომ ილუზიები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. ანუ აი რო წარმოვიდგინოთ საპნის ბუშტები, რომელიც ერთმანეთშია ჩალაგებული. პირველი ბუშტი გახეთქე, მეორე ბუშტია, მაგრამ ის მეორე ბუშტის გაცნობიერება ჯერ არ გვაქვს და გონია რომ всё განთავისუფლდით ახლა მატრიციდან და რაღაცა მატერიალური რაღაცეებისგან და всё რაღაცა ღმერთის გზაზე ვარ. მერე მეორე ბუშტი იქ მივალთ კედლამდე და მივხვდებით, რომ უი ესეც ილუზია ყოფილა, მერე კიდევ უფრო შორს მივდივართ და ასე მოკლედ ხდება ამ ილუზორული სამყაროს დანგრევა, ნელ-ნელა ეს ერთბაშად არ ხდება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანი ჭუიდან შეიშლება და ხშირად სულიერად ავადმყოფებს, ვისაც უწოდებენ ხოლმე, სწორედ ასეთი ადამიანები არიან, რომელსაც რაღაცები უფრო მალე გაიხსნათ, ან მალე დაინახეს, ან რაღაც ეგეთი, ვიდრე საჭირო იყო და ვიდრე მათი ცნობიერება იყო მზად. ნუ რა თქმა უნდა სხვა ტიპის ისინიც არსებობს ახლა მანდ გამრუდებები, მაგრამ ნუ ძირითადად ეს თემა ძალიან ახლოს არის ხოლმე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც აი მაგალითად შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს და ნუ მსგავსი რაღაცები. გაკვეთილები, რომელიც შემოდის სულიერ გზაზე, არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ერთი მხრივ ვაცნობიერებთ, რომ უი თურმე მატერია არ არის ყველაფერი და რაღაც სხვაც არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ გააჩნია კიდე როდის მოხდა ეს სულიერი გამოღვიძება რა ასაკში, თან ხვდებით იმას, რომ რაღაცა უნარები, რაღაცა თვისებები და მატერიასთან ურთიერთობის ჩვენი რაღაცა მოდელები უკვე ჩამოყალიბებულია და უკვე ძალიან რთული ხდება, რომ უი თურმე ეს ყველაფერი არის ტყუილი და ეხლა ჩემი ახალი თავი უნდა ვიპოვო. და თან სოციუმი სხვა დინამიკას კარნახობს ადამიანს და ზოგადად მატერიალური სამყარო და მისი სულიერი სწრაფვა კი ძალიან დიდია და ძალიან შორს უნდა წასვლა და ძალიან მალე, ხო, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აქ არის ის, რომ როდესაც ადამიანი სულიერად იღვიძებს, პირველადი გამოღვიძება არის ძალიან როგორ იცით, აი ძალიან ტკბილი და ძალიან ეფექტური იმ გაგებით, რომ პირველადი გამოღვიძებაში სამყაროდებს მაქსიმალურ ენერგიას, რომ ჩვენ მაქსიმალურად შთამბეჭდავით თავგადასავალი გქონდეს, აი თუნდაც უბრალო გაცნობიერებით თუ მოხდა, ხო, ძალიან ძლიერი გაცნობიერება იქნება, იმიტომ რომ თავდაპირველად, აი როგორც მაგალითად პატარა ბავშვი, რომელიც პირველად ჯდება ველოსიპედზე, ყველაზე დიდი სტიმული უნდა მივცეთ, ხო, იმიტომ რომ ეხლა იწყებს ის ველოსიპედის ტარებას და მას ახლა ჭირდება ყველაზე შთამბეჭდავად, რომ დაანახოთ და დაუხატოთ, რა კარგია ველოსიპედის ტარება და ველოსიპედით სიარული, ხო? ამიტომ პირველადი გამოღვიძება ყოველთვის ძალიან შთამბეჭდავია და შეიძლება ძალიან სპონტანურად მოხდეს.
რაღაცა მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობებში ჩავარდნა, მაგალითად ადამიანს შეიძლება გაიხსნას გულის ჩაკრა, უპირობესი ყვარული, შეიძლება დაიძრას კუნდალინი, გაიღვიძოს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ესეთია ხოლმე რა, შთამბეჭდავიან ძირთად ადამიანებს რომ მოაყოლოთ თავიანთი პირველადი გამოღვიძება. პირველად იმიტომ ამბობ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბევრი ილუზია და გამოღვიძება არის მუდმივი პროცესი. ანუ აი სანამ ადამიანის სული არის ფიზიკურ, მატერიალურ ბიორობოტში, მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ არის გამოღვიძებების სერია ერთი მეორეს მიყოლებით, რა თქმა უნდა დროში გაწერილად, მაგრამ ძალიან ბევრი გამოღვიძება არსებობს. გამოღვიძება თვითონ ასეთი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აი როგორც ნეო იღვიძებს მატრიციდან, აი ესეთი გამოღვიძება ხდება ხშირად. მაგრამ არა პირდაპირ მსვლელობით, ხო? ანუ აი მაგალითად ადამიანს გონია, რომ აი პირობითად, არ ვიცი, ესე მაგალითისთვის ავიღოთ, რომ აი პირველადი გამოღვიძება მოხდა მაშინ, როცა მიხვდა, რომ თქვათ, აი ეს სისტემა, აი მაგალითად, არ ვიცი, განათლების სისტემა არ არის სწორად დალაგებული და რეალურად ბავშვებს ინდივიდებად არ ზრდის. და აი მანდ გაჩნდა პროტესტი, ადამიანმა გამოიღვიძა, უცებ უნდობლობა გაუჩნდა სისტემის მიმართ და დაიწყო რაღაცების ქექვა, ხო? მერე გავიდა რაღაცა წლები, შეიძლება ადამიანმა უცებ გააცნობიერა, რომ უი, თურმე ოჯახის კულტიც არ არის სწორი, როგორითაც მაგალითად რომელიმე ქვეყანაში ან თუნდაც მის ქვეყანაში ცხოვრობენ ან რა ტენდენციებიც არის და ეხლა მაგ ილუზიიდან გამოიღვიძა და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საერთოდ ჯამში გამოღვიძების გზა და სულიერების გზა რეალურად რო წარმოიდგინოთ არის ადამიანის გზა, რომელსაც ძალიან ბევრი ტანსაცმელი აცვია, ოღონდ რომელიც მისი არ არის. სხვადასხვა სიტუაციებში და სხვადასხვა გარემოებებში ესე რაღაცა ზოგმა რა მიაყარა, ზოგმა რა მიაყარა და რაღაცა ესეთი უცნაური ტანსაცმელები აცვია. და სულიერი განვითარების გზა არის ამ ტანსაცმლის მოშორება, იმიტომ რომ რეალურად სულიერი განვითარება არ ნიშნავს, რომ სული ვითარდება, იმიტომ რომ სული ისედაც განვითარებულია და ისაც ღმერთის ნაწილი არის. ჩვენ უბრალოდ ვითარდებით მატერიალურ სამყაროში, ჩვენ ფიზიკურ სხეულს ვან ვითარებთ, ჩვენს გონებას, ჩვენს აღქმას, ჩვენს ენერგეტიკას. უფრო სწორი იქნებოდა ფიზიკური განვითარება, რომ დაერქმიათ ვიდრე სულიერი, მაგრამ ნუ ფიზიკური განვითარება შეიძლება იდეურად სწორად ვერ გადმოეცა მაგ ტერმინს რა იგულისხმება. მაგრამ საერთოდ ჯამში სულის განვითარება არ ხდება, ხდება ჩვენი ფიზიკური სხეულის გაძლიერება, მენტალურად, სულიერად, ემოციურად, ენერგეტიკულად, იმისთვის, რომ ჩვენ მეტი და მეტი ჩვენი higher self-ების მდგომარეობებით დავიტევოთ ჩვენს თავში. აი რო წარმოიდგინოთ უბრალოდ მაგალითად რაღაცა მილი, რომელიც ატარებს დენს, ხო? ანუ რაც უფრო ძლიერია ეს მილი, მით უფრო მეტი დენის გატარება შეუძლია. ასე არის ადამიანს, ანუ რაც უფრო ძლიერი ენერგეტიკა აქვს, მით უფრო ძლიერად შეუძლია თავისი ღვთაებრივი იმპულსის გატარება და ჩამოტანა დედამიწაზე, ხო? შესაბამისად, რეალურად ვითარდებით ჩვენ და არა ჩვენი სული. ამისთვის არის სწორედ აი ეს პრაქტიკები, სულიერი პრაქტიკებს, რასაც უწოდებთ, იმიტომ რომ ყველა ესეთი ძლიერი პრაქტიკების სისტემა, რაც ვიცი, მოიცავს გარკვეული ტიპის მედიტაციებს, ფიზიკურ აქტივობებს და პრანაიამებს, ანუ სუნთქვითი ტექნიკის ვარჯიშებს. შეიძლება ნუ იქ იყოს უფრო დაკვირვების მედიტაციებიც და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველა ეს პრაქტიკა მომართულია იმისკენ, რომ ადამიანმა რაც შეიძლება უფრო განავითაროს და გააძლიეროს საკუთარი ენერგეტიკა, ანუ ის მილი, რომელშიც ღვთაებრივი ენერგია მოძრაობს და ასევე განთავისუფლდეს ზედმეტი აი მოხვეული რაღაცა გონებრივი ნაგვისგან, რომელიც ამ ცხოვრებაში მრავლად გვაქვს ხოლმე აკიდებული. ანუ საერთოდ ჯამში რეალურად სულ ეს არის, სულიერი განვითარება, მეტი არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. თუმცა ამ გზაზე როცა ადამიანი მიდის, ხო, ძალიან ბევრი გამოწვევა არის მის წინაშე. იმიტომ რომ როგორც კი გადის ერთ საფეხურს ზევით, ანუ ცოტა უფრო განავითარა საკუთარი თავი, მაგალითად გააცნობიერა უპირობესი ყვარული, ჯერ ვიღაცა შორეული შეუყვარდება, ხო, უპირობოდ, რომელიც მასთან ახლოს არ არის. მერე სამყარო უფრო ახლო პერსონაჟს გამოგზავნის, რომელიც ეტყვის, რომ აბა მოდი ხა ეს შეიყვარე. მერე ვიღაცა მეზობელს გამოუჩენს, რომელიც არ მოექცა კეთილსინდისიერად და ეტყვის, რომ მოდი აბა ეს შეიყვარე. ბოლოს ნუ ყველაზე ესეთი რთული გაკვეთილი, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან არის ხოლმე, რომელზეც უკვე დგება ხოლმე ეგეთი გაკვეთილი, რომ აბა მოდი ახლა შენი მშობლები და შენი ოჯახის წევრები შეიყვარე, რაც ყველაზე რთულია. ახლა ბევრ შეიძლება ეს გეუცნაუროთ, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემ არხს ისეთი ადამიანები უყურებდეთ, ვინც გულის სიღრმეში მაინც ვერ მიხვდით ახლა რას გულისხმობდი. რეალურად საკუთარი
მშობლების სიყვარული არის ყველაზე რთული. უპირობოდ სიყვარულს გულისხმობ. აი მიმღებლობას და აბსოლუტურად უპირობოდ სიყვარულს. თან როდესაც მათი რეალური სახე იცი. აი ეგ არის ძალიან რთული. რა თქმა უნდა, ილუზიაში როცა იმყოფება ადამიანი, მაშინ ძალიან ადვილია, რომ ყველა გიყვარდეს, მაგრამ ილუზიები როცა ინგრევა და ყველა ადამიანის რეალურ სახეს ხედავ, მანდ უკვე ძალიან რთული ხდება ყველა ადამიანის შეყვარება. ამიტომ გაკვეთილები რთულდება და რთულდება. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, ძირითადად რის გამოც უფრო მომართავენ ხშირი სიტუაციები, როცა ერთი და იგივე სიტუაციებში ბრუნავენ ადამიანები და აი რა ვერ დავამუშავე, რით ვერ დავამუშავე, რატო და ნუ მოკლედ ერთი და იგივე რაღაც სიტუაციაში ბორგავენ. და გონიათ, რომ აი კონკრეტულად ის ადამიანი ვერ მიიღეს, ან სიტუაცია ვერ მიიღეს, ან რაღაცა გარეთ ვერ დაამუშავეს, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის, ნუ ესე არის ჩვენი ბიოლოგიურად მოწყობილი, რომ პრობლემას ეძებს გარეთ, ხო? ანუ აი გარეთ ვინ არის, ან რა არის ისეთი, რაც ვერ მივიღე, ან ვერ გავიგე, ან ვერ დავამუშავე. მაგრამ სინამდვილეში პრობლემა არის ხოლმე შიგნით, იმიტომ რომ სულიერი განვითარების გზაზე ხდება ჩვენი შინაგანი ჩრდილოვანი მხარის მიღება, ანუ ეგრეთ წოდებული shadow work-ის ჩატარება და თუ რა თქმა უნდა ადამიანი თავისით მიაგნებს ამ მეთოდებს და დაეხმარება საკუთარ თავს რომ ეს გზა გაიაროს, მაგას რა ჯობია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მაგას ვერ ხვდებით და შეიძლება ეს ინფორმაცია არ მივიდეს ადამიანამდე თუ რეალურად რაზე აქვს სამუშაო. რეალურად კი იმაზე კი არ აქვს ადამიანებს სამუშაო, რომ გარე სამყაროში მიიღეს ყველა და ყველაფერი. გარე სამყაროში რომ მიიღე, ახლა საკუთარ თავში უნდა მიიღო ყველა ის დემონი, რომელიც ჩვენ გარეთ მიიღე და შეიყვარე. ამიტომ ხშირ შემთხვევაში როდესაც რაღაც სიტუაცია ბრუნავს, ერთი იგივე ხდება და რაღაცნაირი სიტუაცია არ გვარდება, არა და უკვე მიღებული გყავს და უკვე დამუშავებული გაქვს, მაგრამ მაინც არ გეშვება ვიღაცა პირობითად ავიღოთ ვიღაც ტოქსიკური ადამიანი, თქვათ, შენს ახლოს არის და აი ყველაფერი დამუშავე, მიიღე, აპატიე, ჩაიხუტა სიყვარული, აჩუქე ისა და ნუ მაინც არ სრულდება რა ეს სიტუაცია, ხო? აქ გამოსავალი არის, გამოსავალი კი არა ერთადერთი რაზეც ყურადღება არ მისაქცევი არის შინაგანი სამყარო. იმიტომ რომ შენ კი სხვა კი შეიძლება მიიღე, მაგრამ შეიძლება შენ თავში ვერ იღებ იმ მაგალითად ბრას, იმ მაგალითად ზიზღს, იმ მაგალითად შურს, რომელიც ამ ადამიანის მიმართ გეღწურება. და ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვიბადებით დუალურ სამყაროში და რაც უფრო მაღალ განვითარებული არის ადამიანი, აი მოდი ნებისმიერ გურუ რო ავიღოთ რა, რომელიც თქვენთვის ახლა არის ძალიან დიდი გურუ, ხო? რამდენად ნათელიც და ღვთაებრივიც არის ეს გურუ, ზუსტად იმ ხელა დემონი ყავს საკუთარ თავში მიღებული. რადგან საკუთარი ბნელი მხარის მიღების გარეშე წინაც ვერ წავალთ და თუ ბნელი არ მიიღე, არც ნათელი არ გამოვლინდება. შესაბამისად, როდესაც ეს ბორგვა ხდება ერთი და იგივე სიტუაციაში, ხო? გამოსავალი გარეთ არ არის, ანუ გარეთ არ უნდა ვეძებოთ, რომ აი კონკრეტულად იმ ადამიანთან რა ვერ დავამუშავე, მან არ უნდა ვეძებოთ. საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი ჩემში რა ემოციებს იწვევს, რომელ დაბალ ვიბრაციულ ემოციებს იწვევს და მე თუ შემიძლია მივიღო ჩემი თავი ამ დაბალ ვიბრაციულ გამოვლენებაში. აი მაგალითად ავიღოთ, ხო? ვიღაცა ადამიანი არის, თქვა თანამშრომელი, რომელიც არ ვიცი, ის ავლენს ჩემთან ერთობაში თავს, რომ აი სკდები შურით, ან ბოღმით, ან ბრაზით, ან აგრესია მეწყება, ან არ ვიცი, ნებისმიერი სხვა ნეგატიური ემოცია მიჩნდება. მე შეიძლება ის ადამიანი კი მივიღო, მაგრამ შეიძლება საკუთარ თავს გავურბოდე და მე ვამბობდე, რომ არა, იცი რა, მე ცუდი კი არ ვარ, მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ, უბრალოდ მე ის ადამიანი მაბრაზებს და ის რო არ იყოს, მე ძალიან კარგად ვიქნებოდი. მაგრამ ამ სიტუაციის დანიშნულება ის არის, რომ საკუთარ თავში მიიღო ის, რომ შეგიძლია იყო ბოროტი, შეგიძლია იყო დემონი, შეგიძლია იყო შურიანიც, შეგიძლია კი არა და დეუს, იმიტომ რომ ეს ამპლიტუდა ყველა ადამიანში არის ნულიდან რაღაცა მაღალ შკალამდე, ხო? ყველა ამპლიტუდა არის ჩვენში. უბრალოდ კარგი და ნეგატიური ადამიანები, თქვა ცუდი ასე მაინც და მაინც დაყოფა თუ გვინდა, იმით გამოვლინდებიან, რომ მაგალითად შეიძლება მე ვიცოდე, რომ მე ადამიანის მოკვლად შემიძლია, მაგრამ ადამიანის დახმარებაც შემიძლია და წამსვლელი ვარ, მე ჩემ თავს შეიძლება მივიღე ეგ, რომ აი, რა ვიცი, ხა კუნძულზე რომ მოვხვდე და ესე დავრჩეთ ორი ადამიანი, შეიძლება მოვკლა და ვჭამო, ხო, არ ვიცით, ადამიანები ვართ, ანუ სანამ არ ჩავარდები რაღაც სიტუაციაში, ვერ გაიგებ, ხო? და ამიტომაც ვარდებით ეგეთ სიტუაციაში, ჩვენი ეგ მინუს პოლუსი დავინახოთ რა, რეები არის.
და შესაბამისად ეგ უნდა მივიღოთ, რომ ეს არის ინსტინქტი, ეს არის ჩვენი ნაწილი და მაგას ვერ გავექცევით. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანები პირიქით აკეთებენ, რომ გონიათ, რომ თავიანთ თავში კი არ არის პრობლემა, უბრალოდ ვიღაცა ადამიანები არიან, რომლებიც არიან ტოქსიკურები, რომლებიც მათში იწვევენ რაღაც ნეგატიურ ემოციებს. და ამ ადამიანებს თუ მიიღებენ და შეიყვარებენ, მერე უნდა დამთავრდეს ეს ტოქსიკური სიტუაცია, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ რეალურად იმ ადამიანის შეყვარება არ არის quest-ი. საკუთარი თავის მიღება და შეყვარება არის, იმიტომ რომ ის ადამიანი შენი ანარეკლია. საერთოდ ჯამში ამ სამყაროში ყველა ვთამაშობთ ერთი მსახიობის სპექტაკლს. მარტო შენ არსებობ. ყველაფერი გარეთ, ვისაც ხედავ, ვისაც ხვდები, კარგია, ცუდია, ესეთია, ისეთია, ყველაფერი ხარ შენ. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები, ასეთ ტოქსიკური ადამიანები, მათ სიყვარულს კი არ გასწავლიან მხოლოდ არამედ საკუთარი თავის მიღებას და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი თავში აი ამ პირობითად ბრჭყალებში ვიტყვი დემონების დანახვას. თუმცა ადამიანები გაურბივართ ხოლმე მაგას და ვამბობთ, რომ იცი რა, არა ეს ბოღმა ჩემი არ არის, ახლა უბრალოდ იმან გამომიწვია. თუმცა არა, არის ყველა ადამიანში არის ბოღმაც, არის შურიც, არის ბრაზიც, არის აგრესიაც, აბსოლუტურად ყველა ადამიანში არის როგორი კეთილი და კარგიც არ უნდა გეგონოთ ახლა საკუთარი თავი, აბსოლუტურად ყველა ადამიანში არის, იმიტომ რომ თუ შენში არის სიკეთე, თუ თვლი რომ ხარ კეთილი, ესე იგი ხარ ბოროტიც. თუ თვლი რომ ხარ რაღაცა ძალიან მაღალვიბრაციული, ასევე უნდა იყოს ძალიან დაბალვიბრაციული, იმიტომ რომ ადამიანის გამოვლინება არის, ადამიანის სრულქმნა და სულიერებისკენ გზა არის მხოლოდ გამთლიანებით და არა მოდი ახლა მე ბნელს დავთრკუნავ, გამდევნი და მე მარტო ნათელი ღმერთი ვიქნებ. ეს არ ხდება. ასე არავინ შორს არ გაგიშვებთ, იმიტომ რომ უნდა მოხდეს გამთლიანება. ხო, შორს ამაზე თუ დაგაინტერესებთ, მაქვს მე ტრანსფორმაციული ვებინარების სისტემა, სადაც სწორედ მეორე მოდული ეთმობა ჩვენს აჩრდილთან გამთლიანებას, დაფუძნებული არის იუნგისეულ თეორიაზე და პრინციპებზე და გამთლიანება ხდება გიდრებული მედიტაციით, რომელიც ჩემს მიერ არის შედგენილი. მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, ვიდეოს ქვევით აღწერაში დავდებ ლინკს. სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი მთლიანდება თავის თავთან, ხო, სწორედ მაშინ შეუძლია უკვე სულიერ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა წინ. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ერთი და იგივე რაღაც გაკვეთილებში იჭედება, ან დიდი ხანია სულიერების გზაზე არის, მაგრამ აი რაღაცა მაინც ვერ მივიდა სიმშვიდემდე და ღმერთამდე, გაკვეთილი ყოველთვის მანდარი ხოლმე, რომ კი, ჯერ ვიღაცა სხვები უნდა მივიღოთ, მაგრამ თავარი გაკვეთილი არის საკუთარ თავში მიღება იმ გამოვლინებების, რომელსაც ჩვენში იწვევენ სხვა ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ტოქსიკური ადამიანები. სწორედ ეს არის გზა განთავისუფლებისგან და წინსვლისკენ, რომ სულიერებაში კიდევ და კიდევ წინ წავიდეთ. ვის ჭირდება საერთოდ სულიერი გზა და ვის არ ჭირდება? ეს ისეთი კითხვა არის, რომ ესეთი კითხვა დაისვა და ამიტომ მეც ესეთი ფორმულირება გავუკეთე. ყველა ადამიანს, ვისაც მისწრაფება აქვს აქეთკენ, მას ჭირდება და ყველა ადამიანს, ვისაც არ აქვს მისწრაფება აქეთკენ, მას არ ჭირდება, ან ახლა არ ჭირდება. იმიტომ რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ვისაუბრე იმაზე, რომ არსებობენ ეგრეთ წოდებული კვანტური სულები და არსებობენ უფრო მატერიალური სულები. ეს არ უნდა გავიგოთ როგორც რანგობრივი სხვაობა, რომ ვინმეზე მაღალი ან დაბალია, ასე არ არის. უბრალოდ ზოგი სული დედამიწაზე მოდის ევოლუციისთვის და ზოგი ადამიანი სული უბრალოდ დედამიწაზე მოდის უბრალოდ მატერიალური რაღაცებით, რომ გაერთოს და ითამაშოს, ხო, როგორიც არის სამსახური, სახლი, კარიერა, წოდება, ისე. და ყველას თავისი სურვილები აქვს, ხო, თუნდაც ახლა იმ მატერიალურ სულს ვერაფრით ვერ დააჯერებს, რომ რაღაც სული არსებობს და იქ უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობს მატერიაში თავს, უნდა ფული შოვნა, უნდა კარგი ცხოვრება და ცხოვრების შერგება და მოგზაურობა და რაღაც ასეთები. და ასევე სულიერ გამოღვიძებულ ადამიანს ვერ დააჯერებ ახლა შენ იმაში, რომ ღმერთისკენ არ უნდა ისწრაფოდეს და უნდა დაჯდეს და მილიონები უნდა კონდეს და შეირგოს და ითამაშოს. ამიტომაც არის, რომ არაფრით არ შეიძლება და ეს ყველა ახალი გამოღვიძებული ადამიანის შეცდომა არის, რომ ყველა იწყებს მერე თავის ახლობლებში რაღაც ინფორმაციების გაზიარებას, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სულიერი გამოღვიძების გზაზე იწყებს ამ ინფორმაციის თავზე მოხვევა სხვა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ის არის აღტკინებული და არის აღტაცებული და გონია რომ ყველამ უნდა გამოიღვიძოს, მაგრამ ასე არ არის. ყველა არ მოდის აქ იმისთვის, რომ გამოიღვიძოს კონკრეტულად მიმდინარე ცხოვრებაში. ზოგს აქვს ძალიან მატერიალური ცხოვრება და მან ესეთი აირჩია თავად
განსულმა შეადგინა ეს სცენარი, რომელთაც მას უნდოდა მოსვლა დედამიწაზე. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც არის კვანტური სული, მას ჭირდება სულიერი განვითარება და ჭირდება არა მოთხოვნილება აქვს, რომ გაიზარდოს, იმიტომ რომ როგორც კი გამოიღვიძებ, უკან გზა აღარ არის და როგორც წინაზე აღვნიშნე, საპნის ბუშტებივით არის ეს ილუზიები და როგორც კი ამ ბუშტს გახეთქავ, უკან ვეღარ დაბრუნდები. ამიტომ ადამიანი, რომელიც გამოიღვიძებს, ის მერე მიდის ამ სულიერ გზაზე. რა თქმა უნდა, ისეთ შეიძლება მოხდეს, რომ მერე ვეღარ გაუძლოს, სადღაც გადაუხვიოს, დანებდეს, მერე ისევ მატერიაში გაიხლართოს. ასეთი ისტორიებიც ძალიან ბევრია, მაგრამ მე ახლა ვგულისხმობ მასშტაბში, ხო? ადამიანმა რომელსაც დაიწყო ინკარნაციებში უკვე სულიერი გამოღვიძება, ის აუცილებლად გავა ფინიშამდე ადრე თუ გვიან. შეიძლება ძალიან დიდი ამპლიტუდის რხევები ქონდეს, ძალიან დაბალ ბრეციებშიც ჩავარდეს, მაღლაც, ასე შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში ის მაინც გავა იმ გამთლიანებამდე, რასაც ქვია ამ სამსარიდან გასვლა და ღმერთთან შეერთება და გამთლიანება. ამიტომ მოდი უბრალოდ სიმშვიდით შევხედოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არანაირი სულიერი პრაქტიკა და სულიერება არ აინტერესებს, როგორც მათ უნდა უცეთ დანარჩენ ადამიანებმა პატივი, ასევე რა თქმა უნდა, იდეაში იმათაც უნდა სცენ ისეთ ადამიანებს პატივი, ვინც სულიერად ვითარდება. ეს ცოტა დარღვეულია, მაგრამ მოდი ეს ჩვენ არ შეგვეხოს, ყველა თავის ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვენ მხოლოდ ის გვეხება, ჩვენ რას ვაკეთებთ და ჩვენ როგორ ცხოვრებით ვცხოვრობთ. რაც შეეხება სულიერ პრაქტიკებს და ვის ჭირდება სულიერ პრაქტიკები და ვის არა. როგორც თქვი, კვანტურ სულებს ჭირდებათ სულიერ პრაქტიკები, მაგრამ ყველას არ ჭირდება, იმიტომ რომ ერთადერთი გზა არ არის სულიერ პრაქტიკები, როგორც ხდება ღმერთამდე მისვლა, იმიტომ რომ სამყაროში არსებობს ძალიან ბევრი სასწაულების ადგილი, ყველას ცხოვრება შეიძლება არა, ახლა ვისაც ძალიან მატერიალური ცხოვრება აქვს, ის მატერიალურად ჩაივლის, როგორც უნდა ჩაივლა, მაგრამ კვანტური სულების შემთხვევაში, ხო, ზედამდგომი ძალები, ჩვენი higher self-ი, ჩვენი ფარველები და ღმერთები და ასე შემდეგ, ჩვენ ძალიან გვეხმარებიან. შესაბამისად, თუ ღმერთმა გვიწყალობა, ხო, იქამდე მისვლა ჩვენთვის ძალიან მარტივი შეიძლება იყოს და არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა ძალიან ისეთი რაღაცა გრძელვადიანი მედიტაციები აკეთოს სადღაც მთაზე, ყინვაში და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ზოგის გზა არის ასეთი, ზოგის გზა ასეთი არ არის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ რასაც აკეთებთ პრაქტიკას ან თუნდაც არ აკეთებდეთ რა, აი ყოველ დღე რო იღვიძებთ, ხართ თუ არა ცოტა უფრო წინ წასული და ცოტა უფრო გაფართოებული გაქვთ ვარი ცნობიერება ვიდრე გუშინ. ეს არის ამისი გასაზომი და არ იზომება იმითი, რამდენი საათი იმედიტირე, იზომება იმითი, რა შედეგი გაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს ვიცნობ ხოჩერ, რომელიც ძალიან რთულ და ძალიან ბევრ პრაქტიკას აკეთებენ, მაგრამ ძალიან ნელი წინსვლა აქვთ ხოლმე ცხოვრებაში, ან სულიერ გზაზე. და ასევე ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, რომელიც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ თავიანთი აზროვნებით, თავიანთი ფსიქიკით, თავიანთი ღიაობით, მიმღებლობით და თავიანთი შინაგანი უნარებით ალქიმიის დონეზე შეუძლიათ გარდაქმნან საკუთარი სხეული და განავითარონ საკუთარი higher self-ის დონეზე. ამიტომ თვითონ პრაქტიკა არ განსაზღვრავს, ვინ უფრო შორს წავა და ვინ უფრო არ წავა. რა თქმა უნდა, არის ისეთი პრაქტიკებიც, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს იმ შედეგამდე, სადაც მივდივართ, მაგრამ ესეც, ადამიანს ეგეთი სცენარი უნდა ქონდეს არჩეული, იმიტომ რომ მოდი არ დაგვავიწყდეს, რომ სულიერი განვითარებაც არის ასევე ილუზია. ანუ საერთო ჯამში სანამ მატერიალურ სხეულში ვართ ილუზიაში. გინდა იმედიტირე, გინდა არ იმედიტირო, ანუ სანამ ფიზიკურ სხეულში ხარ ილუზიაში. და სულიერი პრაქტიკების გზაზეც და სულიერების გზაზეც არის უამრავი ილუზია. აი იმაზე უფრო მეტი ვიდრე კიდე მატერიალურ სამყაროში. იმიტომ რომ აი თუნდაც ის რომ ამდენი ინფორმაცია არსებობს, ამდენი მასწავლებელი არსებობს, ამდენი საწამდგო აზრი არსებობს, ამდენი პრაქტიკა არსებობს, ესეც ხო ილუზია. და აქედან ძალიან ბევრი კიდე ცრუ ის არის ხო სწავლება და რომ არაფრამდე არ მიგიყვანს ასეთი ძალიან ბევრი გურუებიც არიან ასეთები დღესდღეობით, დედამიწაზე კალი-იუგა მიმდინარეობს და კალი-იუგას შესახებ ვედებში არის ნაწარმოწყალები, რომ ეს არის ცრუ გურუების ეპოქა, სადაც უამრავი ცრუ გურუ იქნება, რომელიც არაფერს არ გაგიფუჭებს იდეაში, მაგრამ არც გაგიკეთებს. იმიტომ რომ რაღაცა პრაქტიკა შეიძლება გასწავლოს, თავისთან გაატაროს, რაღაცა მოგცეს, მაგრამ ილუზორულია, ანუ საერთო ჯამში ის არ მიგიყვანს გასხეოსნობამდე, ან სულიერ ზრდამდე, უბრალოდ მოგცემს ილუზიას, რომ შენ რაღაცას აკეთებ, სადღაც დადიხარ, კარგი გოგო ხარ, მედიტირებ, პრაქტიკას აკეთებ, მაგრამ ერთ ადგილას ხარ გაჩერებული. ხო შეიძლება მენტალური ჯანმრთელობა გაგიმჯობესდეს, ფიზიკური ჯანმრთელობა გაგიმჯობესდეს და რაღაც შედეგები დაინახა, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება
სულიერებისკენ ვერ წაგიყვანოს და ასეთი გურუებიც ძალიან ბევრია დღეს დედამიწაზე და მათ შორის ძალიან ბევრი ცნობილი გურუც არის ასეთი. რომელსაც უბრალოდ ეს ფუნქცია აქვს და ესეც ესე არ უნდა გავიგოთ, რომ ვიღაცა ცუდია და უინახეთ თურმე ეგეთი გურუები არსებობენ. ანუ ეს კალი-იუგის სცენარი არის ასეთი. ესეც დეგრადაციის სცენარი მიმდინარეობს ახლა სამყაროში, ხო? ნუ ეხლა პატარა ჩანართი არის 10,000 წლიანი აღმავლობის ამ დიდ დაღმავლობის პერიოდში, მაგრამ საერთო ჯამში თუ მთლიანად დიდ კალი-იუგას, მაჰა კალი-იუგას ავიღებთ, ხო? ამ შემთხვევაში დეგრადაციის პერიოდი გვაქვს, ამიტომ ასეც არ უნდა აღვიქვათ, რომ ვიღაცა ცუდია, ვიღაცა კარგია, დედა რას ეზღრები არიან. არა, ანუ ეს ეპოქა მოიტანა და არაფერი ამ სამყაროში არ ხდება ღმერთის ნების გარეშე. ეს ასია საჭირო და იმ ადამიანებს, ვინც ამ რაღაცებში გაეხლართებიან და ცრუგურუებთან დადიან და ასე შემდეგ, მათ სულსაც ეს სცენარი აქვთ არჩეული, იმიტომ რომ ეხლა თუ გასხევსნება გინდა და ფიზიკური ინკარნაციების დატოვება გინდა, ხო? მაშინ ცოტა უნდა იქამდე განვითარდა, რომ თუნდაც ცრუგურუს ამოცნობა შეძლო და შენი სენსორიკით, შენი ინტუიციით და სხვა უნარებით შეძლო განასხვაო ვისთან მიხვდა და ვისთან არა, ხო? ამიტომ ესეც ჩვენი კალი-იუგის ძალიან ბუნებრივი დინება არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ იმაზე ვსაუბრობ, რომ ასეთი ხაფანგებიც არის და ძალიან ბევრი და სულიერებაში იმდენი ხაფანგია, რამდენიც მატერიალურ სამყაროში არ შეგვხვდება და არასდროს. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ რეალურად სულიერად ვითარდებით? სხვათა შორის აქაც ძალიან შერეული მოსაზრებები მომისმენია ხოლმე და ძირითადად ადამიანები ვეგებით ხოლმე რაღაცა ვიზუალურ მულტფილმებზე. ვიზუალურ მულტფილმებში გულისხმობ, როდესაც ადამიანი მაგალითად რაღაცა პრაქტიკას გაივლის ან მედიტაციას და მას აქვს ემოციური ან ვიზუალური თავგადასავალი. აი მაგალითად რაღაცა დაინახა მესამე თვალით ან რაღაცა ძალიან ძლიერი ემოცია მოაწვა ან რაღაც ხელში იგრძნო და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის ნამდვილად იმის მანიშნებელი, რომ ადამიანი სულიერად წინ მიდის. იმიტომ რომ ესეც შეიძლება იყოს ილუზიის ნაწილი. ზოგ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ მეც მქონია ისეთი სულიერი თავგადასავლები, რომელიც არ ყოფილა ილუზია, მაგრამ მქონია ისეთიც, რომელიც ილუზია იყო. ანუ გულისხმობ იმას, რომ მულტფილმები და ჩვენი შეგრძნებები, ანუ ემოციური შეგრძნება არ განსაზღვრავს შენ განვითარდი თუ არა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ ამ სიტყვას ხშირად ვიყენებ, მაგრამ მართლა ბიორობოტები ვართ, ანუ ბიოლოგიური რობოტები ვართ და ჩვენს ხელს გააჩნია ფიქრის და ანალიზის უნარი, ის უფიქრობს, ასევე გააჩნია ემოციების გენერირების უნარი და ფიზიკური ტაქტილური შეგრძნებების შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაღაცა პრაქტიკებს მოაქვთ რაღაცა ემოციური გარდასახვები, გარდატეხები, რაღაცა გააზრებები, მაგრამ ამის სიმძაფრეს, აი ხილვის ან შეგრძნების სიმძაფრეს დიდად არ აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, როლი არ უჭირავს ადამიანის სულიერ განვითარებაში. ადამიანი სულიერად არის განვითარებული, როდესაც აი ძალიან მარტივად რომ ვთქვა, პირველ რიგში ის არის ძალიან მშვიდი. მას აქვს ძალიან გაწონასწორებული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და მისი მსოფლმხედველობა არის ძალიან როგორც ვთქვა თანაბარი, ანუ გულისხმობ იმას, რომ ცუდიც მიღებული აქვს, კარგიც მიღებული აქვს, არ ზედმეტად არაფერზე არ აღფრთოვანდება, არ ზედმეტად არაფერზე დაისტრესება. ყველაფერს უყურებს რაღაცა ფილოსოფიური ჭრილით, რომ ომი ხდება, აჰა, ესე იგი რაღაცა აქ ფილოსოფიური ჩანაფიქრია. ღმერთს ესე იგი რაღაც ჩანაფიქრია აქ, ანუ კარგი ხდება და პირობითად ქორწილია, ძალიან კარგი, ესე იგი ღმერთმა ორი ძალიან კარგი სული შეაერთა ერთმანეთთან. ანუ პირველ რიგში ადამიანის ცნობიერება უნდა იყოს მიმღებელი და ფართო და რაც უფრო თქვენი ცნობიერება და შეგნება და შემეცნება ფართოვდება, სწორედ ეს არის სულიერი ზრდის მაჩვენებელი. და არა ის, რომ ახლა გუშინ რაღაცა მედიტაცია გავაკეთე და და ისეთი ემოციები მომაწყარო, სრემლებად დავიყვარე. ძირითადად სხვათა შორის ტირილი უფრო წმენდას ანიშნებს ხოლმე ვიდრე რაღაც სულიერ თავგადასავალს. ნუ ასეც არის, მაგასაც ანიშნებს ხოლმე, უბრალოდ სხვადასხვანაირი ტირილი. აი რაღაცა გულამოთქმით რო ტირის ადამიანი, როგორც წესი, ეს უფრო წმენდის პროცესი არის ხოლმე. ამიტომ მაგით არ უნდა განსაზღვრო, თუმცა ის მესმის, რომ ხა მატერიალურ სამყაროში ვეგებით ამ რაღაცა ილუზიებზე და ადამიანი რაღაცა ხილვას რო ნახავს, ან რაღაც ისე ციზმარს, ან რაღაცა თავგადასავალი აქვს, სულიერი გაცნობიერება, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან ეჭირდება
ხოლმე ეგო და მერე მოკლედ იცის ხოლმე ჩაციკლა ამ რაღაცა ხილვებზე და რაღაცებზე. თუმცა სულიერების უფრო მაღალ ლეველზე ასეთი რაღაცები აღარ არის, იმიტომ რომ უმაღლესი უნარი არის ნათელცოდნა და არა ნათელხილვა, ნათელსმენა და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად კი ნათელხილვა შეიძლება ადამიანს გაეხსნას და რაღაცები, მაგრამ რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო არ ჭირდება შენს ორგანიზმს, იმიტომ რომ ეს ხო შენი ენერგეტიკიდან მიდის მანდ ენერგია, რომ შენის ხილვა ნახო, ვიღაცამ ხო არ გამოგვიგზავნა რა, ისევ შენ ხარჯავ მაგას ენერგიას და შესაბამისად რაც უფრო ვითარდები სულიერად ადამიანი, მით უფრო აღარ საჭიროებ რაღაცა ვიზუალურ დამამტკიცებლებს ან ემოციურ დამამტკიცებლებს, რომ განიცადო ან დაინახო, რომ მიხვდე, რომ ეს ესე არის. მანდ უკვე ირთვება ნათელცოდნა და მაგაში ძალიან ცოტა ენერგია იხარჯება. უბრალოდ იცი და მეტი არაფერი. სხვა შორის, ვისაც ერთჯერს მეტად გაუვლია ჰიპნოჰილინგი, კვანტური ჰიპნოჰილინგი, აი მისთვის ნაცნობი სიტუაცია, იმიტომ რომ პირველ ჯერზე ეს არის ხილვები და უფრო მეტი ვიზუალი არის, მეორეზე უკვე ნაკლები ვიზუალია და ნელ-ნელა ირთვება ნათელცოდნა და ვისაც ბევრჯერ აქვს გავლილი, უბრალოდ ინფორმაცია მოდის ყველანაირი მულტიფილმების გარეშე და ამაში იზოგება ძალიან დიდი ენერგია. ამიტომ ესეც არის ხაფანგი, როდესაც ადამიანს ძალიან ესეთი ბევრი ხილვები აქვს, ან ხედვები აქვს, ან ის და ის და ის, ხო? ეს არ განსაზღვრავს, ისევ და ისევ ადამიანის სულიერ განვითარებას განსაზღვრავს მისი ცნობიერების, რამდენად ფართო ცნობიერება აქვს და მისი ენერგეტიკული მდგომარეობა როგორი არის რა, ეს განსაზღვრავს მხოლოდ ამას. რაც შეეხება თვითონ სულიერ განვითარებას იმ გაგებით, რომ აი რისთვის გვჭირდება ხო საერთოდ ეს? იმისთვის რომ მივიდეთ ღმერთამდე და ეხლა ცოტა გაიღვიძეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი საუბარი ადამიანებს აძინებს ხოლმე, ეხლა მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ვთქვა, რომ იდეაში მე აღვნიშნე, რომ ჩვენ სულიერად კი არ ვითარდებით, ჩვენ ფიზიკურ ბიორობოტს ვითარებთ იმისთვის, რომ ჩვენი higher self-ები დავიტიოთ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ბოლოს ჩვენში ღმერთი დავიტიოთ. ეს არის სულიერი განვითარების მიზანი, რომ სანამ ინკარნაციებიდან გავალთ, აი გასხიოსნებაც სწორედ ეს არის, როდესაც ღმერთს იტევს საკუთარ თავში სრული მისი გამოვლინებითა და პოტენციალით. სწორედ ეს არის გასხიოსნება. და მაქამდე ის ადამიანები, რომლებიც სულიერ გზაზე მიდიან, რა თქმა უნდა, მაქამდეც ადრე თუ გვიან მივლენ. რამდენად გრძელი და რთული იქნება ეს გზა, დამოკიდებულია ერთ რაღაცაზე მხოლოდ. იმაზე, რომ როდესაც ჩვენ ღმერთს გამოვაყოფით და მოვდივართ ინკარნაციებში, თუნდაც არამატერიალურ სივრცეებში არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად გამოვაყავით ღმერთს და მოვდივართ რაღაც ინკარნაციებში, ხო? ზოგს სულს ავიწყდება ღმერთი და ზოგს არ ავიწყდება. ესეც მარტივ ენაზე რომ ავხსნა, ამ ტერმინებს გამოვიყენებ. დავიწყება შეგვიგულისხმობ იმას, რომ მაგალითად მოდის დედამიწაზე, მერე რაღაცა თამაშებში გაერთობა და საერთოდ ავიწყდება მისი საწყისი და რისთვის არის მოსული. ავიწყდება, რომ ის ჭეშმარიტი სულია, რომ ის ღმერთის ნაწილია. და რაც უფრო დავიწყებული აქვს ადამიანს მისი საწყისი, მით უფრო შორი გზა აქვს გასავლელი უკან თავის გზამდე, ხო? თავის ისევ ღმერთამდე სანამ შეუერთდება. იმიტომ რაც უფრო დაგავიწყდა, მით უფრო შორს ხარ იმის გახსენებამდე და მით უფრო მეტი ცხოვრება გჭირდება, რომ გაიხსენო და მერე მიუახლოვდე, ხო? გახსენებაც რთული გზა არის და დიდი გზა არის და მერე რო გაიხსენე, წინსვლაც გრძელი გზა არის ხოლმე. მაგრამ არიან სულები, რომელსაც არ ავიწყდებათ ხოლმე და რაც არ უნდა მოხდეს და რამდენი ცხოვრებაც არ უნდა იცხოვრონ, მაინც არ ავიწყდებათ ღმერთი, არ ავიწყდებათ საკუთარი საწყისი და ასეთი ადამიანებისთვის ღმერთთან გამთლიანება ბევრად უფრო მარტივია ხოლმე, უფრო ცოტა გზა აქვთ ხოლმე გასავლელი. სხვათა შორის ეს ძალიან უცნაურად ლაგდება, უცნაურად არა, პრინციპში ლოგიკურია, მაგრამ შეიძლება თავიდან უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ღვთაებრივი ნაწილი არ აქვს ბოლომდე დავიწყებული და სრულიად ნათელი შუქის მატარებელი არის, ასეთი ადამიანები ძალიან ხშირად იზიდავენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დავიწყებული აქვთ ღმერთი. იმიტომ რომ ასეთი წარმოგიდგენთ, ვისაც ძალიან დავიწყებული აქვს ღმერთი, თითქოს უფსკულში არიან და აი ყველაფერს ეჭიდებიან, რითაც კი შეუძლიათ აქედან ამოსვლა და პირველი ვინც შეიძლება შეხვდეთ, ეს არიან ის ადამიანები, ვინც ღმერთთან ცოტა უფრო ახლოს არიან ვიდრე თვითონ. და ოღონდ ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე, რომ ბევრ ადამიანს სულის დონეზე კი უნდა ისევ გახსენება და ღმერთამდე მისვლა, მაგრამ თავის მიმდინარე ბიორობოტის მდგომარეობაში აწუხებს ეგო ან აწუხებს რაღაცა, არ ვიცი, შური ან ბოღმა ან რაღაცა და ხშირ შემთხვევაში
ეს ეხდება ხოლმე, რომ თავიდან თითქოს მაინც აი ამ შუქზე მიდიან, როგორც პეპლები, ანუ ღვთაებრივ ადამიანებზე ძალიან ადვილად მიფარფატებენ, მაგრამ შემდგომში შეიძლება ეს ღვთაებრივ ადამიანები გაუფასურონ და დააკნინონ და რაღაცა ცუდიც გაუკეთონ, იმიტომ რომ მათში თამაშობს ნათელისა და ბნელის შინაგანი ბრძოლები. ანუ თან გინდა შუქი, სინათლე და ღმერთი, მაგრამ თან ჯერ ძალიან უმეცარია იმისთვის, რომ შეირგოს და მაგ იმპულსებს წაყვეს. ამიტომ ისე ხდება ხოლმე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის ვარსკვლავური სული და არის ნათელი ღმერთის იმპულსის გამტარი და რაც უფრო ნათელის მით უფრო ძლიერად ეგებიან მათზე ბნელში მყოფი ადამიანები, თუმცა ეს ადამიანები, ეს ნათელი ადამიანები ხშირად იღებენ ძალიან ბევრ ტკივილს და იმედგაცრუებას. იმიტომ რომ არ შეუძლიათ დემონებს ხვანაირად, ხო? ნუ დემონები ბჭყალებს, რა თქმა უნდა, ანუ არ შეუძლიათ ბნელში მყოფ ადამიანს ყოველთვის არ ჭირდება რომ შენ გაუნათო, იმიტომ რომ ზოგს თავის ბნელში ყოფნა ურჩევნია ცხოვრების იმ ეტაპზე და იმ ადგილზე, სადაც ის იმყოფება. სხვა დროს შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება თავის ქვესკნელში და თავის უმზეო გარემოში, სადაც არ არის ღმერთის იმპულსი. ძალიან მარტივი და ხატოვანი ანალოგი რომ მოვიყვანო, ანუ სულიერების გზა არის პირველ რიგში გზა იმისა, რომ გაიხსენო, რომ ხარ ღმერთი, მეორე რიგში ის, რომ იმოქმედო, რომ ისევ დაუბრუნდე ღმერთს და მესამე რიგში ამისი გზა არის ის, რომ გააფართოვო შენი მატერიალური ბიორობოტი, შენი ცნობიერება, შენი ფსიქიკა, შენი ენერგეტიკა იმისთვის, რომ დაიტიო ღმერთი. აი, რეალურად 44 წუთი მხოლოდ აი ეს ერთი წინადადება მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ რო ვიტყოდი რომ ყოფილიყო გასაგები, ამიტომ ავხსენი ამდენი წინა სიტყვაობა. ბევრ სხვადასხვა გურუს აქვს ასეთი ნათქვამი სხვადასხვა ფორმებში, მაგრამ ამბობენ იდეა ერთია, რომ მაშინ, როდესაც გახსენდება ღმერთი და მიდიხარ მასთან ჩათვალე, რომ შენ მოიგე ცხოვრება, ანუ შენ უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც უნდა გააკეთებინა და ეს არის სიმშვიდის, ეს არის წარმატების, ეს არის ჯანმრთელობის და ეს არის ყველაფრის გარანტია ცხოვრებაში. და აქვე მახსენდება ყოველთვის მაგალითი მაჰაბჰარატადან, კონკრეტულად ბაგავად გიტიდან, სადაც არჯუნა იბრძვის თავის ნათესავების წინააღმდეგ და არჯუნას მხარეს არიან უბრალოდ 5 ძმები და მეორე მხარეს ძალიან დიდი ამალა დგას. და მოკლედ კრიშნა აძლევს არჩევანს ორივე მხარეს, რომ შეუძლიათ აირჩიოს რომელიმე მხარემ უნდა აირჩიოს თავად კრიშნას თანამყოფობა გვერდით და რომელიმე მხარეს შეუძლია აირჩიოს კრიშნას ჯარი. და ისე მოხდება, რომ ნუ ამ თვითონ ბაგავად გიტის ფარგლებში ბნელ მხარედ, რომელიც არის წარმოდგენილი, ის აირჩევს კრიშნას ჯარს, ხოლო არჯუნა ირჩევს თავად კრიშნას და მხოლოდ კრიშნას კიდირებით ის იგებს აი ამ ბრძოლას. ანუ ნათელიგებს ბრძოლას, მან მხოლოდ ღმერთი დაიყენა, იმიტომ რომ კრიშნა არის იგივე ვიშნუს ინკარნაცია დვაპარაიუგის ბოლოს და ის იყენებს ღმერთს, მხოლოდ ღმერთს გვერდით და მხოლოდ აი ამ ძალით ის იგებს ამ ბრძოლას და მეორე მხარეს არის უზარმაზარი ჯარი, თავად კრიშნას ჯარი, მაგრამ ღმერთის გარეშე ისინი ვერ იგებენ. ამიტომ აი ეს შეგრძნება, რომ როცა ადამიანი პოულობს ღმერთს და ის მასში მყარად არის, აი ყოველდღე გრძნობ თავს, როგორც ყველაფერს აკეთებ ღმერთთან ერთად. აი გაიღვიძე ღმერთთან ერთად გაიღვიძე, იცინებ ღმერთთან ერთად იცინებ, სეირნობ ღმერთთან ერთად სეირნობ. აი ეს მდგომარეობა, აი ამაზე ძლიერი ძალა არ არსებობს სამყაროში, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი და თუ ადამიანმა ეგ შეძლო და მან მივიდა, ესე იგი უკვე ფინალში არის გასული, სავარაუდოდ ან ბოლო, ან რაღაცა ახლო ინკარნაცია აქვს საერთოდ მატერიალური სივრცეების დატოვებამდე. აქ კიდე ერთი ძალიან საინტერესო გამოცდილება გამახსენდა, როდესაც წავედი ესპანეთში ერთ-ერთი გურუს სემინარზე, კრია იოგის სემინარზე. იქ ერთი გოგო საუბრობდა, აი ძალიან რთულად ქონდა სიტუაცია, ნუ რაღაცა იქ ოჯახურიც ისიც და მოკლედ ტიროდა თან და ამ ჩემ მასწავლებელს უყვებოდა, რომ აი ესე ცუდად ვარ, ისე ცუდად ვარ, ეს ცუდად ვარ და მასწავლებელმა კითხა, რომ აი ყოველდღე შენ შვებას რაში პოულობ, აი ყველაზე კარგათო, აი შედარებით ყველაზე კარგათო, როდის ხარ ხოლმეო რა. და ამ გოგონა უპასუხა, რომ აიო მიყვარსო ძალიან ხანგრძლივი სეირნობებიო რა, მაგ დროს უკეთესად გრძნობო თავსო და ჩემ მასწავლებელმა უთხრა, რომ მე ოჩაკი და ღმერთს ხელი და ერთად ისეირნეთო და
აი ამ მომენტში ყველას დაგვაჟრიალა მგონი ვინც იქ ვიჯექით ისეთი რაღაცა უთხრა მთელი სხეულით რომ ვიგრძენით ყველამ და ამ გოგომაც ეგრევე შეწყვიტა ტირილი და მადლობა გადაუხადა და გავიგეო უთხრა რა ესეთი მარტივი რაღაცა უთხრა ადამიანმა მაგრამ იმდენად ძლიერი და იმდენად სწორი რომ არა მარტო იმ გოგონას ყველას დაგვემართა რაღაცა წამიერი გასხივოსნება ლამის ესეთი ძლიერი რაღაც უთხრა ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფრამდე არის დიდი გზა და ძირითადად ადამიანები, როდესაც სულიერ გზაზე მიდიან, გონიათ, რომ მხოლოდ მედიტაცია უშველით და მხოლოდ რაღაცა. ზოგი ადამიანის შემთხვევაში ის უდესო გამეორდები, რომ ვისაც სხვა ცხოვრებებში რაღაცა ბენეფიტები დააგროვეს და კარგი ქულები, ამ ცხოვრებაში მართლა შეიძლება პირდაპირ შეხვდეთ სწორი მასწავლებელი, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ასე არ არის და შეიძლება სამყარომ ძალიან ბევრ არასწორ ადამიანთან გატაროთ, თუმცა არასწორი იმ მომენტისთვის არ არის არასწორი, იმიტომ რომ ვისთანაც მიდიხართ და რა ინფორმაციასაც იღებთ ან რა პრაქტიკასაც სწავლობთ, იმ მომენტში თქვენთვის სწორი არის ეგ. თუმცა მერე რომ ვითარდებით, მერე რაღაც ეტაპზე უკვე ხვდებით, რომ ის საჭირო აღარ არის და მიდიხართ წინ. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანისთვის ხო, ეს სულიერების გზა არის ძალიან ბევრი ტანჯვით და ტკივილით დატვირთული და არის სულიერებაში ესეთი სულიერ გზაზე ეგეთი ეტაპი, რომელიც უნდა გადალახო იმისთვის, რომ მე ყოველდღე იყო ძალიან კარგად, მშვიდად, კომფორტულად. მაგრამ სანამ მაგ წერტილამდე მივალთ, მანამდე ძალიან რთული რაღაცები არის გასავლელი და ამ რთულ რაღაცებს უბრალოდ გახსოვდეთ, რომ გამოსავალი არის თქვენში და არა გარე სამყაროში. თქვენ თავში არიღებთ რაღაცას, თქვენ თავში არიღებთ ბნელ მხარეებს და შესაბამისად ბნელ მხარეს თუ არ მიიღებთ, ვერ მიიღებთ ღმერთსაც. და ასევე ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ეხლა ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, იმიტომ რომ კონსტიტუციაზეც ყველაზე ხშირი მოდელი არის ესეთი, რომ ადამიანმა დაიწყო სულიერი ზრდა, დაიწყო რაღაცა პრაქტიკები და გონია, რომ მისი წინა პრობლემები ამით მოგვარდება, მაგალითად აღარ იღელვებს, აღარ ექნება შფოთვა, აღარ ექნება რაღაცა ბრაზი და ისე გამოდის, რომ რაღაცა ეტაპზე პირიქით უფრო მეტი შფოთვა აქვს, უფრო მეტი ბრაზი აქვს, უფრო მეტად მიუღებლობა აქვს და ასე შემდეგ. ესეც ძალიან ხშირი მოდელია ხოლმე. და ესეც გასავლელი ეტაპი არის ამ მდგომარეობაში უბრალოდ ისე უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ ტრაუმებს, ანუ ეს არ ხდება, ანუ ეს ფსიქოლოგიის ჟანრი არ არის ტყუილად დედამიწაზე, ხო? გადასარავი სამუშაოები გაწიეს, თუნდაც იუნგმა განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო აუცილებლად და ის რომ მედიტირებ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ფსიქიკის დონეზე და ტრაუმის დონეზე თუ დასამუშავებელია, იმას უნდა მიუბრუნდე და მაგ ეტაპზე უნდა დაამუშავო და მაგ სიხშირეზე როგორც ის გაჩნდა. ანუ მარტო მედიტაციები, თუ ეხა ისოდესო არ გულისხმობ, თუ ისეთ გურუსთან მოხვდით, რომ რაღაცა ეგ არის და კარმული ქულები იმდენი გაქვთ, რომ პირდაპირ სწორ ადამიანთან ხართ და პირდაპირ ძლიერ რაღაცა ტექნიკას გიზიარებთ და მთელი ამბავი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ როგორც უკვე თქვი, უმრავლეს შემთხვევაში ასე არ არის. ამიტომ ძირითადად, როდესაც ეგ ილუზია იქნება, რომ მე ხო მედიტირებ, მე ხო პრაქტიკებს ვაკეთებ, მე ხო სულიერ განვითარებაში ვარ და რატო ვარ უბედური, ხო? პასუხი მაგაზე არის ის, იმიტომ რომ ტრაუმებისგან არ ხართ განთავისუფლებული, იმიტომ რომ სანამ ტრაუმა არსებობს და სანამ არსებობს მაგალითად მიუღებლობის ტრაუმა, ანუ რომ არ გაღიარეს მაგის ტრაუმა, ოჯახში სიყვარული არ მოგცეს მაგის ტრაუმა, ზრუნვა არ მოგცეს, დაცულობა არ მოგცეს, ანუ ეს ტრაუმები თუ არ არის დამუშავებული, ხო? ძალიან გრძელი გზა იქნება თქვენთვის სულიერებისკენ სწრაფვა. ამიტომ უნდა მოbrunდეთ უბრალოდ ერთი ნაბიჯით უკან, დაანებოთ ამ მედიტაციებს თავი, ან თუ გინდათ არ დაანებოთ, მაგრამ პარალელურად უნდა იმუშაოთ თქვენს ტრაუმებზე და უნდა გააკეთოთ თქვენი პიროვნების გამთლიანება საკუთარი დაჩრდილული მხარეების მიღებით, ანუ ისევ shadow works უბრუნდები. რამდენჯერმე გავუსვა ამ თემას ხაზით დღევანდელ ეპიზოდში, იმიტომ რომ ეს არის გამოსავალი, რეალურად ეს არის გამოსავალი. წინ ვერ წახვალთ, თუ არ დაუბრუნდებით საკუთარ ჩრდილებს, ანუ ამაზე გადის გზა. ეს ჩრდილები უნდა გამთლიანდეს, ეს ჩრდილები უნდა მიიღოთ საკუთარ თავში. სხვანაირად არ ხდება წინსვლა. ესეთი კითხვაც იყო ერთი, როგორ უნდა მივიღო ის, რაც არ მომწონსო და უნდა შეხედოთ ყველაფერს ღმერთის თვალით, ანუ თუ მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა ამას ღმერთს დავარქმევთ თუ სამყაროს თუ რომელიმე კონკრეტული ღმერთის სახელს არ აქვს მნიშვნელობა, ან თუ უბრალოდ გწამთ, რომ თქვენზე უფრო ძლიერი რაღაცა ძალა არსებობს, რომელმაც შექმნა თუნდაც თქვენი ეს მატერიალური სამყარო და რომელიც აქ წარმართავს პროცესებს და თუ ამის იქ წამთ და გჯერათ და დარწმუნებული ვარ თუ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანი
ადამიანი არ არსებობს, რომ ამის არ ჯეროდეს, რომ მასზე ძლიერი ძალა მართავს სამყაროს, ხო? თუ ამისი გჯერათ და თუ ამისი გწამთ, მithumetes თუ ღმერთის გწამთ, ხო? აბა ღმერთის თვალით შეხედეთ იმ ყველაფერს, რაც ხდება. ანუ ხო არ შეიძლება რომ რაღაცა დედამიწაზე მოხდეს ისეთი, რომელიც მის ნებას არის გადახვეული. არ არსებობს ასეთი რაღაცა რომ მოხდეს, იმიტომ რომ ეს სამყარო არის დახურული სისტემა, უკვე წინასწარ გაწერილი მატერიალური თამაშია და აქ ვერავინ სიუჟეტს ვერ შეცვლის. ანუ ჩვენ ვთამაშობთ აქ და ჩვენ ვიგონებთ რაღაცებს და ჩვენ მიგვყავს ეს თამაში, ხო? და ეს ყველაფერი ზევიდან დაშვებულია და ღმერთის ნება არის ეს ყველაფერი. შესაბამისად თუ ღმერთის თვალით იგივე დაინახავ საკუთარ თავს, იცით როგორი საყვარლები ვართ ყველა ღმერთის თვალით გადმოსახედი და ანუ რა უსაყვარლესები ვართ, წარმოგიდგენთ როგორც თქვენ რო უყურებთ მაგალითად პატარა ბავშვს, რომელიც არის ძალიან ჭირვეული, მაგრამ ძალიან საყვარელია კი, შეიძლება გაღიზიანებთ თქვა სურო ტირის ან რაღაც, მაგრამ ის ხო მაინც გიყვართ და ის ხო იცით რომ უბრალოდ ის პატარაა და მაგიტო არ ესმის, თორე ის ხო თქვენ უპირობოდ გიყვართ, ხო? და ესეთივე რაღაც არის აქ, რომ ანუ ახლა ძალიან ბანალური ფრაზა არის, მაგრამ მართლა ყველა უყურებთ ღმერთს, იმიტომ რომ ის ნაწილები ვართ, ჩვენ თავად ვართ ყველა ღმერთები. და შესაბამისად ის dark side-ები, რომელიც ჩვენ გონია რომ ო დედა ვაიმე სადღაც შემშურდა და ღმერთო ამას რა გამო ისყიდის და რაღაცები, ანუ ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი ღმერთის გადმოსახედიდან როგორი საბავშვო ბაღია და როგორი სისულელია, იცით, რა ვერ წარმოიდგენთ როგორი არის, თუნდაც higher self-დან, მოდი არ გვინდა კაი ღმერთის იმიდან ნუ გადმოვიხედოთ, უბრალოდ higher self-დან გადმოვიხედოთ, როგორი სისულელია ის ყველაფერი, ის გამოს ჩვენ თავს თრგუნავთ და რაღაცებს რო არ მოგწონს და რაღაცებს რო ვერ ვიღებთ და რო გონია რომ ბოროტი ვარ და ეხა ცუდი ვარ და ეხა ისეთი ვარ და ეხა ისეთი ვარ, ანუ პატარა ბავშვის ჭირვეული ბავშვის ფიქრებია, მეტი არაფერი, ანუ ყველა ადამიანი ზუსტად ისეთები როგორებიც ვართ უნიკალურები და უნდა ვიყოთ ეგეთები, ესე იყო. ანუ ღმერთმა ზუსტად ეგრე ჩაგიფიქრა, როგორიც ხარ, შენი უჟმური თუ შენი კარგი თუ ცუდი თვისებებით პირობითად. ამიტომ თუ ცოტა ზევიდან გადმოვიხედავთ, ხო, დაინახავთ, რომ არაფერი არ არის მანდ მიუღებელი და ის რო თუნდაც პირობითად ადამიანს რო ქონდეს სურვილი, რომ ისე გაბრაზდეს ვიღაცაზე, რომ პრინციპში დანა ამოიღოს და ვიღაცა ახლა აგუწოს, ხო? ანუ ეს ბრაზი და ეს შინაგანი ემოცია არის ადამიანის ნაწილი, ესეც ღმერთის ნაწილია, ეს არ არის მისგან განდგომილი რაღაცა, ხო? მაგრამ სანამ მაგ რაღაცა dark side-ებთან არ გამთლიანდებით, ხო, მანამდე ვერ ვლინდებით ვერც ნათელი მხარით და როცა გამთლიანდებით, მე უკვე ჩვენი არჩევანია რა სიტუაციაში რას გამოვავლენთ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი რაღაცა რომ ყველა თვისება აბსოლუტურად ადამიანში რაც არის, ყველაფერი არის საჭირო, ხო? ანუ მაგალითად ადამიანს აგრესია თუ არა აქვს და უცებ რაღაც ისეთ სამყაროში გაჩნდა, სადაც ომია და უწევს ომში წასვლა. ანუ აგრესიის გარეშე შეუძლია რომ ადამიანი წარმოიდგინეთ, რომელსაც აგრესია არ უჩნდება და ხა მიეცი ხმალი და გავუშვი ომში. ანუ ვერ გადაირჩენს ის თავს, რა თქმა უნდა, ხო? ყველა ესე თუნდაც შური ავიღოთ, შური რაზე ამოტივირებს ადამიანს? იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცა აქვს, რაც მე არ მაქვს და აბა მე როგორ მქონდეს ეგ და მე мотиваცია მეძლევა მაგითი, ხო? ვიღაცის რო შეგშურდა, რომ ვა, მეც მინდა ეს რომ მქონდეს და მოდი მე მაქეთკენ ვივლი და მაქეთკენ განვითარდები, ხო? мотиваციას გვაძლევს, ანუ აბსოლუტურად ნებისმიერი თქვენ თავში ხარ, რაცაც რისი მიუღებლობაც გაქვს და რის გამოც გაურბიხართ რაღაც სიტუაციებს, რომ მე ეგ თქვენი ცუდი მხარეები არ ამოტივტივდეს ხოლმე, ხო? ეგ ყველაფერი დაინახეთ სარგებლიანობის კუთხით, რაღაცა სიტუაციები მოიგონეთ, რა სიტუაციებში თქვენი ეგ ნეგატიური მხარეები იქნებოდა ძალიან დიდი პლუსი და არა მინუსი. და დაინახავთ, რომ სამყაროში ყველანაირი ემოცია და ყველანაირი შინაგანი მდგომარეობა, ნეგატიურიც და პოზიტიურიც არის საჭირო და ეგ ყველაფერი არის ღმერთის ნაწილი. ამიტომ თუ ასე შეხედავთ ყველაფერს, რაც თქვენში არ მოგწონთ, მიხვდებით, რომ მთლიანობაში ხართ ეგ, რაც ხართ და ვერ მოიჭრით ახლა ნახევარს ხელს და ვერ გადააგდებთ და ამიტომ ერთ-ერთი გზა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის გამთლიანება. რაც არ გინდათ მედიტაციები აკეთეთ, სანამ shadow works არ გავივლით ყველა და სანამ საკუთარ თავში გამთლიანებას არ გავაკეთებთ, მანამდე ვერც ღმერთამდე ვერ მივალთ. ამიტომ ყველა ვინც ახლა ამ გზაზე გაჭედილები ხართ, ისევ ჯობია მიუბრუნდეთ მაგ რაღაცების დამუშავებას, ტრამვებს, ფსიქიკაში არსებულ გაჭედილ ტრამვებს და დაამუშავოთ თქვენი ეგ ნეგატიური მხარეები. უბრალოდ დაამუშავოთ კი არა, მიიღოთ. პირველ რიგში გაიგოთ მიზეზები რა რატო გაწუხებთ და
გაერკვეთ საერთოდ რა ტრამვები არის დალექილი თქვენში და მე ეს ყველაფერი, ანუ ის დატრამბული თქვენი მხარეები, ხო, მე უნდა მიიღოთ. ანუ მაგაში გულისხმობ, რომ მაგალითად თუ პირობითად ბავშვი იზრდება დაუცველ გარემოში, შეიძლება ძალიან დიდი აგრესია ქონდეს, ხო, ბავშვს გამოვლენილი და აღმოჩნდეთ, რომ ეს აგრესია რომ აქ თურმე ბავშვობაში მე ეს მიცავდა, ხო? და როგორც გაირკვა, რომ უი თურმე ეს მიცავდა, მე გვიყვარდება, რომ უი თურმე კარგ საქმეს გვიკეთებდა. საკუთარი თავის მიმღებლობაც ამაზე გადის, ანუ საკუთარი თავის სიყვარული და მიმღებლობა მოდის მაშინ, როდესაც პირველ რიგში გაიცნობ საკუთარ თავს და აი მართლა თვალებში ხედავ მაგ დემონებს და რატო არ გვიყვარს ხოლმე ადამიანებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ჩვენში ნეგატიურ მხარეებს აღვიძებს, იმიტომ რომ იმ ადამიანის მიმართ კი არ გვაქვს პრობლემა, ჩვენი საკუთარი შინაგანი დემონები არ მოგწონს, როდესაც იღვიძებენ იმ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთქმედებაში. ამიტომ ყველაზე მეტად მათი მადლიერები უნდა ვიყოთ ეგეთი ადამიანების ზუსტად, რომლებიც გვიტრიგერებენ ჩვენ ნეგატიურ მხარეებს, იმიტომ რომ ეგ თუ არ დავინახეთ, სხვა შემთხვევაში გამთლიანება არ ხდება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ესე მძინარე მდგომარეობაში ცხოვრობს თელი ცხოვრება, გონია რომ ძალიან კაი ადამიანია და არაფერი ცუდი მხარე არ აქვს. და ნუ კი, ახლა სადღაც შეიძლება დაუშვათ, რომ ხო, ახლა სადღაც ალბათ რაღაცას დავაშავებდი, მაგრამ ნუ ესე საერთო ჯამში კარგი ადამიანი ვარ, ხო და ადამიანს არ უნდა ქონდეს, ანუ ღმერთისკენ მსვლელ ადამიანს არ აქვს საერთოდ განსაზღვრება ის კარგია თუ ცუდია თუ ასეთია თუ ისეთია თუ ანუ ის მთლიანობაში საკუთარ თავს ხედავს როგორც ღმერთის ნაწილს და მიდის თავის გზაზე და მთლიანად აქვს მიღებული მთელი თავისი სამყარო და არ ეშინია იმისი რომ თავის თავში ცხოვრობს დემონი, თავის თავში ცხოვრობს მოშურნე, თავის თავში ცხოვრობს აგრესორი. იმიტომ რომ როცა მიღებული ყავს და დამეგობრებული ყავს ის მერე შენ აღარ გერჩის პირიქით ამ ძალების გამოყენება შეგიძლია სიტუაციურად. ამიტომ სულიერების გზაზე აუცილებლად უნდა მოუბრუნდეთ ისევ თქვენს shadow მხარეებს, გამთლიანდეთ მათთან და მხოლოდ შემდეგ მოდის შემდეგი ნაბიჯი ღმერთისკენ სulis. საერთო ჯამში რომ შევაჯამო და ძალიან ლამაზ ხატოვან ნოტაზე დავასრულო ეს ეპიზოდი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომ რეალურად სულიერი განვითარება არის ჩვენი ფიზიკური ბიორობოტის განვითარება, სულიერად მენტალურად ენერგეტიკულად, ემოციონალურად და რაც უფრო ვანვითარებთ ჩვენს ფიზიკურ ბიორობოტს, მით უფრო ვიტევთ ჩვენ თავში ჩვენ higher selves და შესაბამისად ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენ თავში დავიტიოთ საბოლოოდ თავად ღმერთი.